ესე იგი, ერთმა გოგონამ დამიწერა კომენტარი, საუბარი მარტივია, მაგრამ გასაკეთებლად არის რთულიო. და თან დააყოლა ის, რომ ნეტა შეიძლებოდეს წარსული გავაქრო. საქმე ის არის, რომ არის რაღაცები, ასე საუბარიც მარტივი არ არის. მაგრამ ამ საუბრამდე მისასვლელი გზაც არ იყო მარტივი. და უფრო მეტიც ვერ გაიგებ ეს გზა უფრო მარტივად სასაუბროა თუ თვითონ ეს საუბარი. მაგრამ ნახეთ ერთი რამეა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი წარსული გაგვიქრეს ჩვენი გონებიდან და დაგვავიწყდეს. აი ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. წარმოიდგინეთ მე რომ ჩემი წარსული დამავიწყდეს და გაქრეს ჩემი გონებიდან. მაშინ რა მრჩება? გამოდის რომ ის ტკივილები რაც გაიარე, ტყუილად გაგივლია, ტყუილად გიწვალია არაფრისთვის. ეს ყველაფერი ხო გაიარე იმისთვის, რომ აქციო დიდ უდიდეს გაკვეთილებად იმისთვის, რომ შედგე ადამიანად. შენ ამ ტკივილებმა გაქციეს როგორც ადამიანი. ადამიანის ბუნება მხოლოდ ადამიანური არ არის. ის უნდა შექმნა. და შენ თუ ამ ტკივილებს გააქრობ, მაშინ რა გრჩება? რა გაქვს ხელთ მეტი? ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მაგ ტკივილამდე რატომ მიხვედი ის გაიაზრო? რატომ ხარ დღეს მაგ ტკივილებში ის გაიაზრო? დაიტოვო როგორც მშრალი ფაქტი, როგორც მოგონებები, როგორც გაკვეთილები, ერთ-ერთი უძვირფასესი გაკვეთილები, რომლებიც შენ უნდა გამოიყენო შენ ცხოვრებაში და ეგ ტკივილი უნდა გახდეს შენი ძალა, რომელმაც ინერციით უნდა წამოიყვანოს წინა, ესე უნდა გამოგაგდოს იმ შენი ცხოვრებიდან და დაგაყენოს ახალ გზაზე. მაგრამ შენ თუ ამას ებღაუჭები და შენ თუ ამას სულ მოთქვამს, სულ ხარ მსხვერპლის როლში, რომ მე ეს გამოვიარე, ყველა გამოვიარეთ ის რამდენი სატანაც შეგვეძლო. მაგრამ თუ თვლი რომ გამოიარე, მაშინ ბარემ გამოიარე და გამოდი და შეინახე ის შენი ტკივილები, როგორც ძვირფასი შენი მონაპოვარი, შენი ნაშრომი გაკვეთილები, რომელიც არაფრით არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ მაგისი გაქრობა ჩვეულებრივად ნიშნავს შენ სიცოცხლის ბოლომდე იარომ ერთ წრეზე. შეცდომიდან. არა, ტკივილის გაქრობა არ უნდა გინდოდეთ. უნდა ფიქრობდეთ მაგ ტკივილიდან როგორ გამოვიდეთ. აბა, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენს საკუთარ თავთან ომში. კი, ეს არ არის მარტივი. არც სასაუბროდ არის მარტივი, მაგრამ თუ შენი მეხსიერებიდან გაქრება შენი გამოვლილი ცხოვრება, მაშინ უფრო ცუდი იქნება შენი ცხოვრება. ამიტომ მოკიდე ხელი შენს მონაპოვარ გუდას და აი ამ გუდით იარე შენს გზაზე, როგორც ერთ-ერთი ძალიან მაგარი მონაპოვარი, შენით მონაპოვარი გაკვეთილი, რომელშიც ცხოვრებამ გაიძულა. რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებას ზოგჯერ გვაიძულებს იმის გაკეთებას, რასაც ჩვენ ჩვენი ნებით არ ვაკეთებთ. აბა, წარმატებები ჩემო ძვირფასებო, დროებით.